მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ნახოთ ჩვენ სად არის ის ადამიანი, ხო? ის ვინც არის თქვენთან, აი ვინც მოვიდეს ბედის მამაკაცი, ხო? ბედის პარტნიორი. ეს არის ძალიან ესეთი ხშირი კითხვა, მაგრამ ვნახოთ, შეიძლება თქვენს გვერდითაც არის ეს ადამიანი სიტყვაზე, ხო? ან შეიძლება სადმე გარშემო დადის, რა ვიცი მე და ვნახოთ, აბა, ხო? აქტუალური იქნება, რა თქმა უნდა, იმათთვის, ვისაც აქვს ურთიერთობა და ვინც ახლა დაუშვათ ელოდება ახალ ურთიერთობას, ხო? მაგრამ თავიდან მაინტერესებს ვნახოთ თქვენ როგორი ხართ საერთოდ, ხო? თქვენ როგორი ხართ ახლა, რა ენერგიაში მყავხართ და მე ვკითხები მაგ მომზადებული და ვკითხოთ, ხო? ახლა რა ენერგიაში მყავხართ თქვენ? აჰა, აქ დაჟე ორი წამოვიდა. Ну, აქ არის როგორი ადამიანი, გეტყვით, აი так, ну даже ბიჭების კი არის აქ რა. Ну, окей. ნახეთ, ეხლა პირველ რიგში. დედა. Короче, მოდის სიგნიფიკაცია და მოდის რა ვერ ვასწრებ. თვითონ ენერგია არის როგორი? ძალიან ასე რომ ვთქვათ, სწრაფი. ანუ ადამიანი არ ახარ თქვენ ყოველ შემთხვევაში ისეთი პიროვნება, რომელიც ვთქვათ, ახლა ზის 24 საათი და უყურებს ფანჯარაში. არა. აქ არის ადამიანი საქმიანი რაღაცა ახალგაზრდა ენერგიებში ხართ იმის მიუხედავად, რამდენიც არ უნდა წლის იყოთ თქვენ. ეხლა გქონდათ შეიძლება რაღაცა ესეთი პერიოდი, როცა თქვენ ბევრს შრომობდით, რაღაცა თქვა შედეგიც გქონდათ, მაგრამ ზოგი შეიძლება ეხლა კიდე ნახეთ ისვენებდით. აქ არ გამვრიცხავ, რომ შეიძლება თქვენ ბევრს მუშაობდით, მაგრამ ეხლა ცოტა შესვენებაც გქონდათ. პლუს კიდე აქ როგორი მომენტი, აქ შეიძლება თუ არ აქვს მისო გოგო თუ ბიჭი, როგორც ენერგია ატარებთ მანქანას, თუ გოგოებო თქვენ ხართ ეხლა ძალიან როგორ ენერგიაში. იმენა ვიცი ჩვენ ხო, რომ ჩვენში არის ქალის ენერგია, კაცის ენერგია, კაცის ენერგიაში, მაგრამ ეს ენერგია არის როგორ იცით, აი გვერდხების ენერგიებში რა. ანუ რაღაცნაირად მინდა რომ ყველაფერი გავაკეთე, ყველაფერი მომწონს. თითქოს თქვენ თვითონ ძალიან ბევრ რამეზე იღებთ პასუხისმგებლობას. ძალიან ბევრს შრომობთ. კი გაქვთ ანაზღაურება, კი გაქვს სტაბილური ანაზღაურება რაღაცა, მაგრამ აი სულ ასე ტრიალებთ რა. აი ეს უნდა მოვასწრო, ეს უნდა გავაკეთო, ყველაფერი არ შეიძლება ჩემი შეჩერება, ჩემი გაჩერება, არავითარ შემთხვევაში ყველაფერი აი წინსვლა, სულ რაღაცებზე ოცნებობს, სულ რაღაცა ტრიალებს თქვენ თავში, რა ის მინდა გავაკეთო და ანუ მაგრამ აქ კიდე გამოდიხართ როგორი თემიდან, იცით? სხვათა შორის, აი ბევრი რაღაცები გადატანილი გაქვთ, უეჭველი ღალატებიც იყო, აქ ახლა იყო იმედგაცრუებაც იყო, შეიძლება ოცნებობდეთ სხვა რამეზე, თქვა თუნდაც ურთიერთობაში, მაგრამ არ გამოვიდა ისე როგორც გინდოდათ. ну, რა არის, იცით ახლა ეს არ არის ეს არაფერი ისეთი ახალი, ჩვენ გავდებათ რაღაცა პროცესებს, ჩვენ ხვდება ბევრი ისეთი სიტუაციები ცხოვრებაში, თუნდაც პარტნიორები ზოგს 1, ზოგს ახლა 2 და ზოგს 22, მაგრამ ეს არის სულის გზა, ჩვენ მაგ პერიოდში რაღაცას ვსწავლობთ. ხო? და რა თქმა უნდა, აქ თქვენ ახლა უკვე როგორ ხართ, იცით, იმიტომ გოგო მაგალითად ხა ბიჭისთვის კარგი პოზიცია, არაფერი პოზიცია ცუდი არ არის, ბიჭი შრომობს, ბიჭი არის აქ ახლა ძალიან ისეთი ენერგიული და ნამდვილად ახლა სტაბილურობა და ყველაფერი აქ, ოკეი. ეს თუ ბიჭები მიყურებენ, просто გოგოები უფრო მეტად მიყურებენ, ამიტომ უფრო გოგოებზე აქცენტს ვაკეთებ. ბიჭებო, თუ თქვენ რეზონირდებათ, იმიტომ რომ მეკითხებიან, ну, ზოგჯერ აი მარტო გოგოებისთვის არის, თუ თქვენ გრძნობთ რომ რაღაცა ესეთი ენერგია თქვენში ტრიალებს, ну, გადაატრიალეთ, იმიტომ რომ თუ გინდათ პირადად კონსულტაციაზე მობრძანდეთ, რაც თქვენ არ გიყვართ. მე როგორც ვატყობ. მხოლოდ მამაცი ბიჭები მოდიან ჩემთან კონსულტაციაზე. ამიტომ ნახეთ ახლა რა ხდება, იმიტომ რომ სიმართლეს გაიგებ და ეს სიმართლე ბიჭებს არ უყვართ ბევრჯერ. აქ ეს არის ზუსტად ეს მომენტი, რომ თქვენ ახლა აქ რაღაცა გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ არ მინდა მე ეს ყველაფერი, მე თუ რაღაცა მინდა, მე თვითონ ძალიან კარგად გავაკეთებ. ჩემთვის ეს ჩემ სტაბილურ სამსახურსაც, ფინანსურ მდგომარეობასაც, ყველაფერსაც გავაკეთებ. ანუ პრინციპში ახლა ეს არის როგორი ადამიანის პოზიცია. არა აქვს მნიშვნელობა თქვენ კიდევაც გითხარით, აქ მე ასაკს არ დავეძებ, იმიტომ რომ შეიძლება ზოგი ახალგაზრდა იყოს, მკვდარებით რა, უკვე ბებერებით და შეიძლება უკვე ადამიანი ასაკში და პატარა გოგოსავით არის ისე მოძრაობს და ისეთი ენერგიებში არის, ამიტომ ხა
ტანსაჯარო გაშლაში, რა თქმა უნდა, არ გავითვალისწინებ მე აქ ასაკს. უბრალოდ ეს მინდა ვთქვა, რომ აქ ადამიანი ერთ ადგილზე არ არის. აქ ადამიანი შრომობს, აქ ადამიანი ბევრ შრომობს და პლუს კიდე კაი ანაზღაურებასაც იღებს. აქ ადამიანი არის უკვე მოვიდა იმ ჭკუამდე, რომ всё მორჩა მე ეხლა ვინმესი იმედი რომ ვიღაცა შემოვარდება ჩემ ცხოვრებაში და დამილაგებს ყველაფერს, ხო, აღარა აქვს რა. აქ თითქოს ადამიანი უკვე იღებს პასუხისმგებლობას თვითონ თავის თავზე, იმიტომ რომ უკვე ეს არის პრინციპში ზრდასრული ადამიანის პოზიცია, კი ბატონო, კი. მაგრამ აი არა ხარ თქვენ სხვათა შორის იმის მიუხედავად რომ გქონდათ ბევრი რაღაც არასასიამოვნო სიტუაციები, გული და ხურული არა გაქვთ. თქვენ მაინც აქ ყველაფერს ასწრებთ. თქვენ ასწრებთ თქვა დროს ტარებასაც შეიძლება და ქალებთან გასვლა ყავაზე სიტყვას ან კაფეში სადმე ან და სვენებას, ხო? თქვენ ანუ აქ არის ძალიან ესეთი აი ხო ხედავთ მეც როგორ ჩქარა ვლაპარაკობ, ძალიან ესეთი ენერგიები რა, როცა ადამიანი რა ვიცი და მზად ხარ ახალი აქ ძალიან დიდი ცვლილება გაქვთ გოგოებო, აქ უეჭველი შემოდის თქვენ ცხოვრებაში ახალი პარტნიორი, აქ დამთავრებული გაქვთ თქვენ ურთიერთობა, რომელიც სადაც თქვენ იყავით მიჯაჭვული. თუ ხართ კიდე ეხლა იმაზე თავს ურიხინებს კედელს, თქვენი არ არის ეს გაშლა მაპატიეთ რა. აქ არის ადამიანის, რომელმაც დაასრულა რაღაცა კარმული ურთიერთობა, რომელიც სადაც იყო ყველაფერი აბსოლუტურად არ დავიწყება სიძახი მე მაგას და ბედი გიმზადებს თქვენ აქ ახალ პარტნიორს თქვენ დაიმსახურეთ, თქვენ უკვე მზად ხართ მიიღო ისეთი ადამიანი, რომელთანაც იქნებით თქვენ სრულყოფილად ბედნიერი. აქ შემიძლია გითხრათ გოგოებო, რომ თქვენ რო იცოდეთ, თქვენ შეიძლება არც იცით, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენს გარშემო არის ბევრი მამაკაცები, სხვადასხვა შემიძლია გითხრათ ასაკის, რომელიც თქვენ გითვალთვალე, იმიტომ რომ 1 2 3 4 კარტი არის და სულ ყველა არის რაინდები, მეფეები და ასე შემდეგ. მიხვდით? იმიტომ რომ თქვენ ახლა ისეთი გემრიელ ენერგიაში ხართ, რომ ვერ აგიხსერთ რა. და იმიტომ რომ ეს ცუდი რაღაცა მომენტები, ყველაფერი თუ რამე იყო, თქვენ დატოვეთ უკან. თქვენ მზად ხართ ახალი რაღაცისთვის და იმიტომ ახლა უყურებთ ეს გაშლა, ამ გაშლასაც რა, იმიტომ რომ აქ ადამიანმა დატოვა ყველაფერი, გაიმარჯვა რა. აბსოლუტურად აი ძალიან მაგარი ენერგიაში ხარ და კი და აი აქ მე მინდა ძლიერი პიროვნება, მე მინდა ადამიანი, რომელთანაც იქნება ჩემსავი ძლიერი კიდე, აი ნახეთ რა 1 2 3 4 მე-5 მამაკაცი. ეხლა იცოდეთ რომ თქვენ ეხლა იმდენად ანათებთ რომ თქვენ იზიდავთ ეხლა მამაკაცების ენერგიას, იმიტომ რომ ეს არის გემრიელი ენერგია, რას ნიშნავს, როცა შენი თავი გიყვარს, როცა შენ არ ზიხარ და არ მისტირი ხარ არავეს, როცა შენ არ ეძებ მამაკაცს, რომელიც შემოვა და შენ პრობლემებს გადაგიწყვიტავს და არიქა და ფულს მომიტანს, ჩემ კრედიტებს აი სისულელები თქვენ უკვე დახურეთ და უკვე თქვენ აიღეთ ყველაფერი თქვენს ხელში. შეიძლება თქვათ, რა მინდა კაცი. კაცი არ არის იმისთვის, თუ თქვენ, როცა თქვენ ფიქრობთ, რომ მე კაცი მინდა იმისათვის, რომ ის მოვიდეს და პატარა ბავშვი ეს მამა არის, მამას, გეშლებათ. ამიყვანს ხელში და ყველაფერი ჩემს საქმეებს გადამიწყვეტს, ეს არის ბავშვური პოზიცია. არა, ზრდასრული ქალი იღებს პასუხისმგებლობას თავის თავზე თვითონ და არ ეძებს ისეთ მამაკაცს, რომელიც ეხლა მოვა და პატარა ბავშვით, აი, რაც ვთქვით 15 აი ეს მიხვდით, ხო? ეს სხვა თემა, ძალიან საინტერესო თემა, ბევრს მაგას ვამბობ ხოლმე და ასე შემდეგ. მიხვდით თქვენ ახლა რასაც გულისხმობ რა. რომ აი როცა უკვე აი იმ ილუზიებში აღარა ხარ, აქ ადამიანი გამოვიდა ილუზიებიდან, გამოვიდა. всё, არ არის ილუზიები, იმიტომ რომ მამაკაცი უნდა თუ გინდა რომ აი ნამდვილი ზრდასრული ადამიანის ურთიერთობა გქონდეს, პარტნიორი უნდა გინდოდეს შენ იმისათვის, რომ თანაბრად უნდა იყოთ, მიხვდით? ანუ აი როგორ მინდა აგიხსნათ რა, კარგად ახლა ხო იცით რომ ქართულად ზოგჯერ მიჭირს ახს და მაგრამ მაინც მაქსიმალურად ვცდილობ რომ აგიხსნათ თქვენ უფრო ეს სიღრმე რომ თქვენს ეს დაიჭიროთ რა, რომ ეძებთ ადამიანი მამაკაცს ის ბანკომატს ეძებთ, მოდი ასე დავარქვათ რა, რომელიც მოვა იმაზე გადამიქცეს, იმას მიყიდის, იქ წამიყვანს, ამას გამიკეთებს, მიხვდით? იმიტომ ამ ენერგიებზე მოდიან ცოტა არ მოდიან ისეთი ადამიანები, რომელიც თქვა თქვენი და
ნახოთ რომ რაც მე მინდა რო თქვა არ მოდიან ეგეთები არ მოდიან მოდიან სხვანაირი ან ისეც კი ანუ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანია როცა შენ იცი აი ეს ქალური ენერგიების მართვა შენ შეიძლება იყოს სიტყვაზე დაუშვით ბიზნესი გაქვს შენ მიდიხარ თქვა ახლა შენ სამსახურში რაღაცა ხარ მამაცი და ასე შემდეგ და ყველაფრის შემძლე და ასე შემდეგ მაგრამ მამაკაცებთან სულ სხვანაირად უნდა გამოაჩინო ეს შენი სიძლიერე თუნდაც რომ так, всё, დავასრულებთ, რომ ახლა ჩვენ რო შევალთ, ეს 2 საათი ამაზე ვილაპარაკებთ. მე ცალკე უნდა ჩაგიწეროთ ამაზე ყველაფერზე, ხოლო მატრიცის იმაზე რა ქვია. აკაუნტი რომ აქ მატრიცა, ბედის მატრიცაზე, იქ მე ჩაგიწერთ აი ეგეთ რაღაცებს, იქ უფრო დაგელაპარაკებთ, რომ აქ ვის ზოგს ახლა შებასულაც არ აინტერესებს ეს თემები და იქ ვისაც დაგაინტერესებთ, მე გადახვალ და ნახავთ. გვპირდებით რომ აუცილებლად იქ გავაკეთებ. всё. მოდით ახლა ჩვენ დავიწყოთ. ანუ პირველ რიგში ვნახოთ ჩვენ, ესე იგი, ვინ არის ეს ადამიანი, ანუ მისი თვისებები, ხასიათი, როგორ ენერგიის მამაკაცი არის. მოდით ვნახოთ ახლა პირველი. ჯერ აი ასე დავდებ, ვნახოთ ეს. სად შეიძლება ახლა იყოს ეს ადამიანი? ახლა ან რა სიტუაცია, ნუ შეიძლება ადგილს ვნახავთ, შეიძლება დაუშვით მის გარემოს სიტუაციას, ცხოვრებისეულს ვნახოთ. ახლა რას გვაჩვენებენ? ახლა სად არის ამ წუთში ეს ადამიანი? ნუ საერთოდ სად მდებარეობს? რა უშლის ხელს თქვენს შეხვედრას? შეიძლება რამე დაბრყოლებები, კარმული რამე გაკვეთილები იყოს, შეიძლება რაღაცა კიდე ამოცანები, რომელიც არ არის ჯერ დაუშვათ ახლა დასრულებული. ვნახოთ რა გიშლით ხელს კონკრეტულად, ვნახოთ რა გაკავშირებთ თქვენ უკვე ერთმანეთთან, ანუ რა ენერგია შეიძლება რა მოვლენები ადამიანები რა გაახლოვებს, ხო? მიხვდეთ, ხო? ნახოთ ახლა ჩვენ და ვნახოთ როდის არის შესაძლებელი თქვენი შეხვედრა, ნუ დაახლოებით ვნახოთ რაღაცა ეტაპები, როდის არ ნიშნავს რომ ჩვენ ახლა გვეტყვით რომ 25 თებერვალს რაღაცა 2005 არა ჩვენ ახლა აქ უბრალოდ სიტუაცია, როდის რაღაცა ეტაპი შეიძლება, ხო? ან ეგეთი რამე ვთქვათ. და ვნახოთ ახლა როგორი იქნება თქვენი ჩაბეჭდილება ერთმანეთზე. საერთოდ პირველად როცა შეხვდებით რა. და так, მოდით იცით რომ შენ რა გინდა ახლა აქ ნახეთ როგორ ჩქარობს. შეხედეთ. მაცალე, მათქმევინი. მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ როგორი იქნება პირველი თქვენი შტაბეჭდილება ერთმანეთზე. მოდით აი ასე გავაკეთებ. თქვენი გოგოსი და ბიჭს. აი ასე. ასე იყოს რომ ხო ორვეზე იყოს და რჩევა ავიღოთ რომ ანუ როგორ უნდა თქვენ დააჩქაროთ ეს შეხვედრა. დააჩქაროთ რა გვინდა, აგერ არის просто რჩევა. მაგერ არის. მოდის ეს ადამიანი დადის მანქანით, ეცოდეთ იქით. სუდადეს, უმოძრაობს. ამას რაღაც ესეთ სამსახური შეიძლება გქონდეს, ან ძალიან უყვარს, ხოთში შეიძლება ჩქარი სიარული უყვარდეს ამ ადამიანს. მაგრამ რატომღაც მომდის რა, შეიძლება რაღაცა ოფისში მუშაობს, ან ხელმძღვანელი არის რაღაცა ორგანიზაციების, ან სხვადასხვა ადგილზე აქ მაგას თავისი სამუშაო, რა ვიცი, რაღაც მოდის, კაი. დავიწყოთ ახლა ვინ არის მისი თვისებები, ღმერთო ჩემო და მე-18 ენერგია შეიძლება ვიღაცის მე-18 ენერგიაში არის ადამიანი. აქ ადამიანი არის ძალიან მგრძნობიარე. აქ ადამიანი არის როგორი ტიპია, იცით, საერთოდ თვისებები, ნუ როცა მე-18 ენერგიის ადამიანები კი არიან ძალიან როგორ მაგიურები, ძალიან იზიდავენ ადამიანებს საერთოდ თავისი აი ენერგიებით. პლუს კიდე ეს არის ადამიანი, რომელიც აი ცვალებადი ხასიათები აქვს ძალიან მაგას სხვათა შორის. შეიძლება სხვათა შორის გქონდეს მაგას აი
მოსწონდეს ეზოტერიკული ყველაფერი, აი ეს მისტიკური შეიძლება აინტერესებდეს თუნდაც შეიძლება ახლა შეიძლება ეზოტერიკოსიც იყოს რა, მაგრამ აი ჩვენ ვეძახათ მის თვისებებზე, ხო? ენერგია როგორი იცით? ანუ ხო გითხარით ცვალებადე, აქ არის მზეც და მთვარეც, ანუ ქალის და კაცის, მაგრამ აი რაღაც თანაბრად შეიძლება იყოს როგორ აი ძალიან ესეთი ვაჟკაცური რო შეხედავ, ძალიან ესეთი სიმპათიური ტიპი, მაგრამ ძალიან გულჩვილი არის რა, ანუ რაღაცა შეიძლება უცბად რამე ეწყინოს, თქვათ, ან გულთან მიიტანოს კი, შეიძლება გქონდეს რაღაცა ისეთი ნუ ხასიათში როგორი მომენტი იცით, ზოგი არის უშიშარი და ზოგი სახ შეიძლება უფრო ისეთი ცოტა მომენტები, მოდით მაინც გითხოთ, დაგმოცადეთ მე ეს მომამზადე ხო ამისთვის. ანუ უფრო კიდე რა მინდეთ რომ აჩვენეთ, რომ თვისებები მე კი გითხარით თქვენ რომ მაგრამ აქ როგორი სიტუაცია არის, აი იცით როგორ არის? ანუ სხვათა შორის ძალიან კარგი ხასიათია აქ, აი ძალიან ხუმარა ადამიანი, ძალიან აი ესეთი მსუბუქი ტიპი არის რა. ანუ თავის სხვათა შორის ეს ადამიანი აი როგორ არის, იცით? არ გაჩვენებს თქვენ ნამდვილი მაგის სახეს აი ვერ წაიკითხავ რა. იმიტომ რომ ეს არის როგორი ტიპი რა, შეიძლება ახლა მოგეჩვენებათ რომ ბავშვურია, მაგრამ ამავე დროს აი ძალიან ადვილად შეუძლია რისკზე წავიდეს. ამავე დროს არის თითქოს ჩაკეტილი. აქ ესეთი ადამიანები საერთოდ ნუ ვერ გეტყვეთ რომ ძალიან ესეთი გახსნილები რა. იმიტომ რომ ნახეთ, აი ეს არის ზუსტად რომ მეგობრულია თქვა, ძალიან ადვილად შემოდის ურთიერთობა, შემოვიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გული ეგრევე გაგიხსნა ყველანაირად. ეგრე არ არის რა. მაგრამ აი ძალიან თქვა ესეთი ადამიანი რომ უყვარს მაგას პირველობა შემიძლია გითხრათ, აქ არ გამოვრიცხა, აღიარება უყვარს ძალიან რა. უყვარს კიდე ისეთი რაღაც აი ცოტა პრანჩიკელა ტიპიც არის სხვათა შორის. ხო გითხარით, აი უცნაური ცვალებადი ხასიათია, შეიძლება უცბად რაღაცაზე გაბრაზდეს, უცბად რაღაცა ეწყინოს. არის ეგეთი ადამიანი. კაი, ვნახოთ ახლა ჩვენ, მაშინ ცოტა მე მგონი დამატებითი კითხვები დაგჭირდება ჩვენ. კაი, ოკეი, წავიდეთ. ეხლა სად არის რა ადგილას არის, რა სიტუაციაში არის, ეხლა სად არის? ეხლა შეიძლება სამსახურში იყოს ეს ადამიანი, შეიძლება ისეთი სიტუაცია თუ დაუშვთ აქ, ეს უფრო ახლა სამსახური კი ბატონო, შეიძლება სად იყოს შენ? ხო, უფრო სამსახურში სადღაც რაღაცა. გოგო, აქ იცით რა არის, ამის ცხოვრებაში რაღაცა ცვლილებები მიდის ახლა. შეიძლება სამშობლოში შეიძლება ნათესავებთან არის სადღაც, შემიძლია რაღაცა საქმეებით არის დაკავებული. ამას ახლა რაღაცა პრობლემები აქვს სხვათა შორის, რომელიც არის გადასაწყვეტი. ეს შეიძლება ეხებოდეს ან ნათესავებს, ან შეიძლება იყოს даже არ გამიკვირდება თუ თქვათ, ნუ თუ ოჯახი ყავს, დაუშვათ იქ ასრულებს რაღაცა სიტუაციას ეგ ადამიანი რა, თავისუფალი ხარ თუ რა ხდება? იცით რას მეუბნება? მე მინდა ოჯახი, აი ესე მითხრა. მე მინდა ოჯახი, მე მინდა საერთოდ ოჯახი, ასე მეუბნება. მაგრამ ეხლა რაღაცა ხდება აქ. კარგი, მოდით როგორ გითხრათ, იქ სადაც არის ახლა ეს ადამიანი არის ძალიან კარგად, იმიტომ რომ მაგრამ ეს არის როგორი სიტუაცია, იცით, თითქოს საგვარეულო, ანუ იმიტომ რომ გამოვიდა ხმალების მეპე. ხო, ხმალების, ხო. და ანუ ეხლა რაღაცას აკეთებს, ეს არა, ეს ყოველთვის თავისუფალია უფრო ეს ადამიანი, მაგრამ ეთყობა არის იქ, სადაც კარგად გრძნობს თავს და ასე, იცით რა, რაღაცა საქმიანობს იქ. ხო მართალი ვარ? კი, რაღაცებს ასრულებს, მაგრამ უკვე ასრულებს იქ. იმიტომ რომ აქ ოჯახი, რა ვიცი, ეს ოჯახი, როგორი ოჯახია ეს?
არა, მაგას იცით რა გოგოები, შეიძლება აქ ზოგი მეუბნება, რომ თქვათ საბუთებს ვაგვარებ, იმიტომ გაშორებულია და ეხლა უკვე აი თითქოს როგორი ენერგია იცით, აი ხო არიან ადამიანები, რომ დაუშვათ ეხლა და განკორწინებაც აქვთ, მაგრამ იმ თავის ყოფილ ოჯახშიც რაღაცას აკეთებენ, ხმარებიან, თქვათ თუნდაც ხო, მაგრამ საჯარო გაშლა გვაქვს, ამიტომ მე შემიძლია ვთქვა, რომ აქ არ გამიკვირდება, რომ შეიძლება უბრალოდ ადამიანი იქ სადაც თავის თქვათ ეხლა ამ წუთში ჩვენ უყურებთ, ხო? სადღაც არის თქვათ ნათესავებს ეხმარება, ხო? იქ სადაც აი პასუხისმგებლობა აქვს. იმიტომ რომ აქ უფრო ადამიანი ნახეთ როგორი მომენტია. ამ ეს საქმიანი ტიპი არის, იცით? იმიტომ რომ ამას ახლა ხო გითხარით, სუდადეს, ამას даже შეიძლება ბიზნესიც ქონდეს და ძალიან უყვარს ის საქმე, სადაც ეს მონაწილეობს რა. და ამიტომ არის ამიტაც დაკავებული რა. რაღაც სუსაქმიანობს რა. შეიძლება даже ზოგისთვის დაუშვათ ახლა ხმალების მეფე იყოს თქვათ რაღაც საბუთებთან დაკავშირებით ახლა არის დაკავებული რა. აი ეგეთი რაღაც, წავიდე მკითხაობა, კაი. მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ, რა უშლის ხელს თქვენ შეხვედრას. ჯერ არ არის დრო. თვით ბედი ჯერ გიშლით თქვენ ხელს. ნახოთ აბა. ეს შეიძლება რაღაცა, მაგრამ აქ როგორი მომენტი, აქ დაბრყოლებას ვერ ვხედავ. აქ ვერ ვხედავ მე რაღაცა, აქ კარმული რაღაცები თუ სრულდება, კი ბატონო, დასრულდება. რაღაცა რას გულისხმობთ? ჯერ როგორ არის, იცით, გაცნობა უნდა გაიცნო. პრინციპში არაფერიც არ გიშლით ხელს. აქ ეს შეხვედრა მალე უნდა მოხდეს. არაფერიც არ გიშლით თქვენ ხელს. ვაფშე, არაფერი. აბსოლუტურად. რა იცით როგორი მომენტია, ეს არის როგორი კითხვა, რა გაგაერთიანებს, რა მიგაახლოვებს თქვენ ერთმანეთთან. იცით რა, შეიძლება აქ არის როგორი მომენტი. რაღაც ძალიან ესეთი არეული ტიპია, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ვიღაცა აქ უკვე იცნო თავისი ადამიანი, იმიტომ რომ ცოტა ესეთი ენერგიები არის, რომ თითქოს შეიძლება აქ შეიძლება თქვენ სადღაც დაგპატიჟებენ, ნახეთ, გეტყვით, ან თქვენ წახვალთ რაღაცა ისეთ ადგილას, სადაც თქვენ გელოდებიან, სადაც თქვენი ჩასვლა უხარია. აქ შეიძლება მოხდეს კიდე როგორი მოვლენები, დაუშვათ თქვენს, თქვათ, შეიძლება სიტყვაზე წახვალთ იქ, სადაც ეს ადამიანი ეხლა არის, თქვათ, დაუშვათ, ხო? ეს შეიძლება იყოს. პლუს შეიძლება ვიღაცა სადღაც რამე ზეიმზე დაპატიჟობენ, თქვა დაბადების დღეზე, კორწილში, რაღაცაზე. იქაც შეიძლება თქვენ გაიცნოთ ერთმანეთი. აი ეგაც შეიძლება იყოს. აქ არის როგორი მომენტი კიდე, რა შეიძლება თქვენ, გაკავშირებდეთ. თქვენ ორივენი სხვათა შორის ეხლა გამოდიხართ რაღაცა ისეთი ურთიერთობიდან, სადაც იყო გულის ტკენა. მიხვდეთ, ეგაც შეიძლება იყოს აქ. მაგრამ გამოსული. გეუბნებით, ზოგი შეიძლება даже გზაში შეხვდება. აისაც არ გამიკვირდება, მაგრამ აი ყოველ შემთხვევაში შეიძლება იმ ნაცნობებთან, ვისაც იცნობთ, რაღაც ეს შეხვედრა მოხდება, აუცილებლად მოხდება ეს შეხვედრა, თან სულ მარე. даже გზაშიც არ გამიკვირდება, რომ რაღაცა შეიძლება დახმარება დაჭირდება. აი ეგეთი მომენტი. ან თქვენ ან მას. ვნახოთ ახლა ეს უფრო სამკითხაო ისეთი გაშლება, მე იმდენად ახლა მაინც მაგას ხო იცით, მე არ მეყვარს ეს მკითხაობები. გავერთოთ, ვნახოთ ახლა, ხო? როდის შეიძლება რომ თქვათ, ახლა თქვენ გაიცნოთ ერთმანეთი, სხვათა შორის ძალიან მალე. ძალიან მალე. აი даже შემიძლია თქვა უკვე
დღე-დღეზე ვინმეს ვიღაცისთვის ეს იქნება. გოგოება აქ ვიღაცა იცნობ თქვენ ამ ადამიანს, შეიძლება ახალ ეტაპზე გადადიხართ. თუ ელოდებოდეთ თქვენ დაბრუნებას ადამიანის, რომელიც დიდი ხანი არ ჩანდა, მე მგონი ეს ბრუნდება თქვენი აქ ადამიანი. და შეიძლება განახლება მოხდეს ურთიერთობისთვის. მოდით ვნახოთ აბა მაშინ ეს როგორი იქნება თქვენი პირველი შტაბეჭდილება. ნუ როგორ არის, იცით, ახლა პრინციპში აი გოგოსთვის იქნება აი ძალიან ადვილად მსუბუქად მიიღებთ რა, აქ რო გითხრათ რაღაცა თქვენ არაფერი და ბიჭისთვის იქნება როგორ ვაიმე ჩემი განძი ასეთზე ვოცნებობდი. ყველაფერი არის აი ძალიან ჭკვიანი, ძალიან ლამაზი, ძალიან მაგარი ქალია რა. ანუ თითქოს აი რასაც ვეძებდი ეგ არის რა. ანუ ხო არის ბევრი თქვათ ვარიანტები, ბევრი ქალები, ბევრი რაღაცები და ანუ შეიძლება თქვენ შეგამჩნევს ეგა სადღაც რო იქნებით იმ საზოგადოებაში, იქ შეგამჩნევს ეს ადამიანი და აი ეს იქნებით თქვენ მაგის. თქვენ ახლა აქ რო გითხრათ რომ გაგიჟდებით, ვერა. თქვენ აქ ძალიან როგორ კი დაინახავთ, მაგრამ თქვენ თვითონ ესე დაიჭერთ თავს, რომ აი არ შეამჩნევთ. ნუ კი, კაი, კარგია. ოკეი. ნუ მოგეწონებათ, კი, მოგეწონებათ. კი, მოგეწონებათ ძალიან, იმიტომ რომ სხვათა შორის თქვენს აღნიშნავთ რას, რომ ნუ ეს ვისაც ახალია. რა არის რაღაც პატარა პროცენტი, რომ აქ ვიღაცას ძველი, ან ქმარი უბრუნდება, ან რაღაცა ეგეთი თემები რა. დაიჭერეთ გოგოება. მაგრამ განახლებული მაშინ მოდის თქვენთან და ვისაც ახლა ახალია, მოგეწონებათ. კი, აქ სხვაობა ასაკში იქნება, პატარა შეიძლება იყოს ცოტა თქვენზე. და ვნახოთ ახლა ჩვენ, ნუ რჩევა. ცვლილება ნახეთ, რას გვეუბნება, ნუ ჩქარობ, ისედაც ვაჩქარებთ ჩვენ. ამ ყველაფერს, ხო, ჩვენ ხო იყო კითხვა, რო თქვათ, ანუ როგორ დავაჩქარებ, ნუ ჩქარობ. ჩვენ ისედაც დავაჩქარებთ. ეს უკვე ბედით არის, ეს არის შენი ბედი, აქ საგვარეულო მუშაობს აქტიურად, ეს ძალიან ჩქარე არკანი საერთოდ, მე-20 არკანი და ამიტომ სულ თუ დააკვირდით ბოლოს ჩვენთან სულ მოდის მე-20 არკანი და ნახეთ როგორი დაჟე თემა არის, ეს შეხედეთ რომ აი აქ ანგელოზე ახლა უკრავს და უკვე თითქოს აგდებს. ნახეთ აგდებს უკვე თქვენთან ამას რა, უკვე всё, უკვე მოვა, სულ მალე რა. ახლა სულ მალე ეს ნამდვილად ახლა თვეები და წლები არა, სულ მალე შეიძლება ისეთ ის განმავლობაში მოხდეს რა. მთავარი აქ ნუ ნერვიულობთ და შიში, ნუ გაქვთ რომ აი კიდე შეიძლება ეგეთი, იგივე, ნუ ფიქრობთ მასეთ რამეზე რა. თქვენ უკვე გაისტუმროთ თქვენი კარმული გაკვეთილები, თქვენი კარმული ვალები, თქვენ გავლილი გაქვთ, თქვენ სულ ყველაფერი დაასრულეთ, всё, გაძლიერდით უკვე, დაისვენეთ და უკვე თქვენ თვითონ შეგიძლიათ აირჩიოთ ის ადამიანი, როგორც გინდა, იმიტომ რომ ისეთი როგორც იყო არ იქნება. აქ მოვა აი სტაბილური, ნორმალური პიროვნება, რომელთან შეგიძლიათ ნორმალური, კარგი ურთიერთობის, თქვათ, ახლა დამყარება. ამიტომ, ნუ არა, აქ ახალი მოდის უფრო. ახალი ადამიანი მოდის. всё, გოგოება, არ ვიცი, როგორც ვეცადე მაქსიმალურად ეს თემა გამერჩია, ხო? მომწერეთ ახლა რამდენად რეზონირდათ, რომ მეც ვიყოროთ, ყველა აქ არ ველაპარაკე ამდენი რა, შეიძლება იცნობთ უკვე, ეგაც დაწეროთ, თქვათ, ვიცნობ უკვე არის, ან დაუშვათ ახლა მომეწონა პერსონაჟი, არ მომეწონა, ვიღებ, არ ვიღებ, აი რაღაცები მომწერეთ, რომ ჩვენ გქონდეს ის კომუნიკაცია, რომ გავიგო რამდენად არის თქვენთვის ეს საინტერესო ეს, ნუ ამ წუთში ეს გაშლა. მე კი როგორც ყოველთვის გისურვებთ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.